დილამშვიდობისა, რა თქმა უნდა, ტრადიციულად როგორც ყოველ ორ შაბათს დღესაც გარემოს ეროვნული სააგენტოდან შემოგიერთდით. გასული კვირის წვიმიანი და ქარიანი დღეების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს ამ მიმდინარე დღეების განმავლობაში როგორი ამინდი გვექნება. ერთადერთი დამაიმედებელი, რაც შემიძლია ამინდთან დაკავშირებით გითხრათ, ის არის, რომ ეს კვირა გასულ კვირასთან შედარებით, ამ კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა შედარებით უფრო მაღალი იქნება, თუმცა ქარი და წვიმა ისევ გვექნება. დეტალებზე უკვე ჩვენს მასპინძელთან ერთად ვისაუბრებთ. სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი არის ჩვენთან ერთად. ქალბატონ თამარ, დღეს წვიმიანი დღე გვაქვს დედაქალაქშიც. მოდით წვიმით რომ დავიწყოთ, როდემდე გაგრძელდება წვიმიანი დღეები საქართველოში? მოგესალმებით. დიახ, წვიმიანი დღე არის როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში, დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო უკვე წვიმა. დღის მეორე ნახევარში ველოდებით ქარის გაძლიერება სანაპირო რაიონებში და საღამოს საათებში უკვე აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის ქარის გაძლიერებას. ძლიერი ქარი გვექნება ეს დღეს, ხო? დიახ, საღამოს საათებში იქნება საკმაოდ ძლიერი ქარი, ღამის საათებში და ხვალ დღის პირველ ნახევარში ეს აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება. თუმცა ნალექის ინტენსივობა შემცირდება აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც და ხვალ უკვე ნალექი აღარ იქნება. თუმცა შემდეგ დღეებში კვლავ მაინც ვფიქრობთ ეს შედარებით უფრო ნალექიან დღეებს. მცირე ნალექი კახეთში, მაგრამ ძირითადად აი ეს 17-18 რიცხვი უფრო მეტწილად უნალექო დღეები იქნება, რაც დასავლეთშიც აღმოსავლეთშიც ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს ამ დღეებში, აღმოსავლეთში დაახლოებით 15-16 გრადუსამდე აიწევს, დასავლეთ საქართველოშიც მოიმატებს ტემპერატურა, იქ შესაძლოა 20 გრადუსაც გადააჭარბოს. აი რაც შეეხება 20 რიცხვს, აი ახლა უკვე კვლავ ველოდებით ნალექს, თუმცა მანამდე ისევ დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი და 20-ში ვფიქრობთ ნალექს როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. შაბათი კვირას ვთქვათ 21-22 რიცხვი როგორი გვექნება? 20-ში ეს წვიმიანი დღის შემდეგ გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს თბილისშიც, მთლიანად მთელ აღმოსავლეთ საქართველოშიც და ასევე დასავლეთ საქართველოშიც მოიმატებს, მზეც გამოანათებს, დათბება და ტემპერატურა გადააჭარბებს, მიაღწევს და ზოგან შესაძლოა 20 გრადუსაც კი გადააჭარბოს. მოდით მთის კურორტებიც რომ ვთქვათ, ჯერ მაინც ისევ ვისაც უყვარს სრიალი, მათთვის საინტერესოა და განსაკუთრებით შაბათ კვირას, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ მთის კურორტებზე, იქ თუ გვექნება თოვლი, თუ იქაც უკვე ნელ-ნელა წვიმაში გადავდივართ? ნელ-ნელა გადავდივართ უკვე წვიმაში, განსაკუთრებით ეს ეხება სამხრეთ საქართველოს, აი თქვათ ბაკურიანის ტერიტორიაზე იმ დღეებში, როცა გითხარით 20 რიცხვში უფრო ველოდებით თოვლ-ჭყავს და წვიმას, უფრო მეტად ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 6-8 გრადუსი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან, ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებს, აქ კვლავ ველოდებით ნალექს თოვლის სახით, საკმაოდ კარგად მოთოვს ისევ გუდაურის სტეფანწმინდას ტერიტორიაზე. აი დასავლეთ საქართველოს კურორტებზე, აი ვთქვათ, მესტია ვთქვათ, ასევე აჭარა-გურია. აჭარა-გურიაშიც იქნება ნალექი უმეტესად წვიმის სახით, აქაც თოვლ-ჭყაპით შეიძლება გამოვიდეს, თუმცა ძირითადად ეს იქნება წვიმიანი დღე უფრო. ანუ ესე ვთქვათ, ვისაც თხილამურები უყვარს და სრიალი, მაინც ამ კვირის განმავლობაში უკვე შეუძლიათ, რომ უფრო გუდაურს მიმართონ, ვიდრე სხვა ზამთრის კურორტი. უფრო გუდაურს მიმართონ, დიახ, უფრო კარგი იქნება, დიახ. ანუ ჩვენ წინაზე ვთქვით, რომ აი მარტი მაინც ისეთ იქნება, როგორც მარტს შეეფერება, თუმცა ნელ-ნელა მაინც ტემპერატურა მოიმატებს. ხო ალბათ იმედი რომ მოგცეთ რომ აი გაზაფხულისკენ წავალთ. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ და ვთქვით, რომ აი მარტის პირველი ნახევარი შედარებით უფრო ცივი და ნალექიანი შემდეგი დღეებიც რჩება პრინციპში, მაგრამ ტემპერატურა ნამდვილად მოიმატებს. ახლა პატარა ესეთი ანალიზი შეჯამება რომ გავაკეთოთ, გასულ კვირას მთლიანად მთელი კვირის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოში 10-12 გრადუსზე ზევით ტემპერატურა არასულა და დასავლეთ საქართველოში მერყეობდა 17-18, ესეთი ერთხელ იყო 20 გრადუსი, ისიც აჭარაში ეს იყო და
ეს დიახ. აი შემდეგი კვირა უფრო ესეთი შედარებით უფრო თბილი იქნება 13-15 გრადუსის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში, კვირის ბოლოს კიდევ უფრო მოიმატებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ და დასავლეთ საქართველოშიც 20 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. ძალიან დიდი მადლობა სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანუ ხვალიდან შედარებით უკვე გამოიდარებს და ნალექი შეწყდება, თუმცა 20-ში ისევ ნალექიან დღეს უნდა ველოდოთ და ასევე 19-ში გვექნება ქარი და დღეს საღამოდან, ხო? თუ სწორად მათში ქარი უფრო დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ქარი დიახ და თბილისში დღის ბოლოს. კი ბატონო, ასეთი არის მიმდინარე კვირის გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი. მე დაგემშვიდობებით წარმატებულ დღეს, წარმატებულ კვირას გისურვებთ.